ჩემთვის პერსონალურად ჩემთვის მეტად იოლის სათქმელია, რამდენად აუწყო ფეხი, უბრალოდ ვერ აუწყო ფეხი თუ ხმა საქართველოს ქრისტიანულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ იმ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. არ ვიცი გულახდილად გეტყვით ვინ რა სიტყვის, მაგრამ ჩემი პერსონალურად ჩემი აზრით სწორედაც რომ ვერ აუწყო და ახლა უკვე ეს სამწუხაროც აღარ არის გულახდილად გეტყვით ეს ფაქტია. ვინმე მეტყვის როდის აუწყვია წარსულშიო. მეორე მხრივ სხვებმა შეიძლება თქვან რომ გასულ საუკუნეში რამდენიმეჯერ მაინც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას სწორი პოზიცია დაუკავებია. საერთოდ მე ნორწმუნე კაცს ასაკვირველია, მაგრამ მეორეს მხრივ ნაკლებად გაცნობიერებულ კაცს მიმაჩნია რომ საქართველოს ეკლესია არამხოლოდ ქრისტესმიერი სიტყვის გავრცელებით უნდა იყოს დაკავებული, არამედ როგორც გასული საუკუნის 20-იანი წლებში, 10-იანი წლების მიწურულს კირიონის და 20-იანი წლების დასაწყისში ამბროსი ხელაიას დროს ის მნიშვნელოვან საერო სიტყვასაც უნდა ამბობდეს. თავისუფლებისთვის უნდა იბრძოდეს და რასაკვირველია უნდა ზრუნავდეს მოქალაქეებზე, მრევლზე, მორწმუნეებზე და არა მხოლოდ მორწმუნეებზე, მეთქი ასეც ვიტყვი. როცა ვამბობ რომ საქართველოს საპატრიარქომ ფეხი ვერ აუწყო, მეთქი და გულის თქმა ვერ აუწყო, მეთქი პირველ ყოვლისა ასაკვირველია გულისხმობ დუმილს საპატრიარქოს მხრიდან პირში წყლის ჩაგუბებას, ასე ვიტყოდი. მაგალითად იმაზე რომ ადამიანებს უკვე რახანია ჩვენს ქვეყანაში სცემენ, აწამებენ და ამ რეჟიმს დღევანდელ ხელისუფლებად წოდებულ ბანდას მეთქი ესე ვიტყვი ყავს რეჟიმის პატიმრები. იშვიათი გამონაკლისის გარდა არც ერთი მღვდელმსახური, მღვდელმთავარი კი არა, მღვდელმსახური, ხო? ლოცვებშიც კი ან ქადაგებისას არც არაფერს ამბობს აი ამ მოქალაქეებს. რატომ დუმს საპატრიარქო ეს ძალიან საინტერესო კითხვაა, როგორც ინსტიტუცია. ეს ერთ-ერთი თემაა, რომელსაც მე განვიხილავ მეუფე პეტრე წაავასთან. მღვდელმსახურთან, რომელიც ახლა უეპარქიოდ არის იცით თქვენ, რომელსაც თქვენ კარგად იცნობთ და ახლა მივაქციე ყურადღება რომ 2019-2020 წლების შემდეგ ის არ გამოჩენილა. მე იმასაც გეტყვით რომ მე არ ვეძებ სკანდალს მაინც და მაინც. ახლა იმას რომ ვირუსულად გავრცელდეს მეუფეს რომელიმე სიტყვა და მერე მოიცვას ინტერნეტი და თქვან რომ აი მეუფე კიდევ ერთხელ უპირისპირდება საპატრიარქოს. ეს არ არის ჩემი თვითმიზანი. ჩემი მიზანი არის უფრო მღვდელმთავართან საუბარი, როგორც აწყოზე, ისე მომავალზე და ისე არსებულ ვითარებაზე. მეუფე მოგესალმებით და გილოცავთ ქრისტესობას. ძალიან დიდი მადლობა რომ მონაწილეობთ ჩემს გადაცემაში. ხო, კიდევ ერთხელ ვიტყვი რომ არ ვეძებ მე სკანდალს, თუმცა პირველი კითხვა მაინც წარსულს შეეხება, მეთქი ასე ვიტყვი, ილია მეორეს აქვს ნათქვამი თქვენზე ამ 4-5 წლის წინ რომ უძღების შვილიო დაბრუნდება. ოდესმე მაინცო. გიფიქრიათ დაბრუნებაზე? მოგესალმებით, ბატონო ირაკლი. ქრისტე იშვა ვადიდებდეთ მას, შობა ახალ წელს გილოცავთ, ფეხბედნიერი იყოს ჩვენთვის, სრულიად საქართველოსთვის. ქრისტეს ნათელი, ბეთლემის ნათელი გვიძღოდეს ჩვენ და სრულიად საქართველოს, ბეთლემის ვარსკვლავი, აღთქმული ქვეყნისკენ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და თითქმის ყველა არსებული სახელმწიფოებრივი პრობლემის მოგვარება სწორედ ამაზე გადის, რომ ჩვენ უფრო კარგი ქრისტიანები, ჭეშმარიტი მორწმუნე მართლმადიდებელი, ესე იგი, როგორც ერი შევდგეთ და ეს ყველა პრობლემას, ყველა არსებულ პრობლემას, რომელიც ასევე პირველ რიგში მოგვანიჭებს თავისუფლებას და ეს თავისუფლება, ჭეშმარიტი თავისუფლება, ქრისტეს შეცნობა, ჭეშმარიტი შეცნობა, ეს თავისუფლება მოგვიტანს სახელმწიფოებრივ ასევე სრულ თავისუფლებას და ბედნიერებას, რა თქმა უნდა. ხო, რაც შეეხება ესე იგი უძღებ შვილობას, მე მახსოვს ეს გზავნილი, ეს მორიგი, ესე ვთქვათ, ფარისევლური და შემინდეთ, იცით, ჩემი პირდაპირობისა და ამას ვერაფლით, სანამ პირში სული მიდგას, ვერ უღალატებ, რამე თუ მოციქულებრივია ეს პირდაპირობა, სამართლიანობა და სიმტკიცე და მოციქულებრივ ღვაწლს, ესე ვთქვათ, ვერაფლით ვერ გადაუხვევ. იმიტომ რომ ეს გადის სწორედ თავისუფლებაზე და ჭეშმარიტების, ესე იგი, ზეიმზე. უძღებ შვილის მდგომარეობა ჯერ ავხსნათ, რომ ესე იგი შვილმა მოითხოვა მამისაგან წასვლა. ანუ დამოუკიდებლობა მოითხოვა
მისი წილი ქონება მოითხოვა და ჩათვალა რომ მას დამოუკიდებლად შეეძლო არსებობა. მამამ უმტკივნეულოდ, უპრობლემოდ, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, რომ ჯერ მისი უმცროსი ვაჟიშვილი არ იყო მზად ამ დამოუკიდებლობისათვის. მიანიჭა მას ეს თავისუფლება, არ შეზღუდა მისი თავისუფლება და დაჭირდა წლები და გარკვეული დრო, რომ შვილი გონს მოგებულიყო, რომ მიმხდარიყო, რომ შეცდომა იყო მისი მამის წიაღიდან წამოსვლა, განაბრინა ყველა ქონება, რაც მას წილად ეკუთვნოდა, დარჩა ესე ვთქვათ შემწეობის საზრდოს გარეშე, ღორების მომლელად მუშაობდა და რკოს ჭამდაო, ანუ ღორების საკვებით იკვებებოდა და მოეგო გონს, ჩავარდა სინანულში და დაბრუნდა. და მე მაშინ გავეცი პასუხი მახსოვს ჯერ კიდე, ესე იგი ჟურნალისტებმა დამისვეს ეს შეკითხვა, რომ მე არსად წასვლა არ მომინდომებია, მე მოვინდომე ამ მამის წიაღში სიტუაციის გამოსწორება და გაჯანსაღება, რამე თუ ნახე რომ ყარდა, ნახე რომ ეს ქრისტიანობა, ეკლესია, თქვათ, საბჭოთა მემკვიდრეობა და ეს არ არის ქრისტიანობა. ეს არის ცრუ ქრისტიანობა და მოვინდომე ამ ცრუ ქრისტიანობის, ესე ვთქვათ, გაჯანსაღება, გამოსწორება და ქრისტიანობის დაბრუნება, ქრისტეს დაბრუნება მოვინდომე ეკლესიაში, დედა ეკლესიაში. აქედან გამომდინარე, შეუძლებელია უძღების შვილის თქვათ იგავი, უძღების შვილის იგავი შეიძლება მაგალითად აი დღეს რო ყველაზე მსოფლიო მთავარ გლობალურ პრობლემად წარმოვაჩინოთ რუსეთ-უკრაინის თემიდან გადახვევად არ იქნება, აი უკრაინა მოინდომა დამოუკიდებლობა სახელმწიფოებრივად და ფარაონი მამა, რომელიც ვალდებული იყო, რომ ის გაეშვა თუნდაც და ტანკებით შევარდა ამ თავისუფლების, ამ წინააღმდეგობის გამო და როცა თქვათ რუსეთის ეგრეთ წოდებული ეკლესია და საპატრიარქო ესე იგი აკურთხებს აი იმ ძალადობას, იმ ტირანიას, იმ უსჯულოებას, რასაც ჩადის დაუშვათ ეს სახელმწიფო უკრაინაში, აი აბსოლუტურად წინააღმდეგება სახარების უსწავლებას, იმიტომ რომ უძღების შვილი თუ ითხოვს წასვლას, ის უნდა წავიდეს. რა თქმა უნდა, ეს იგავი ვერანაირად ვერ გავრცელდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონსა და ასე შემდეგ. უკვე პატრიარქის საკითხის ესე დასმა, რომ მე ვიყო უძღების შვილი, არასწორია, იმიტომ რომ მე არსა წასვლა არ მოვინდომებია, მე მოვინდომე არსებული რეალობის ამ სიყრალის გაწმენდა და განთავისუფლება. მე უფეო გიბოდიშებ ცხადია, მაგრამ მაინც მე მგონი რომ უკრაინის მაგალითიც არ არის კარგი მაგალითი გიბოდიშებთ კვლავ ვიმეორებ, იმიტომ რომ თუ უძღების შვილია და ის ბრუნდება წიაღში, ხო უკრაინა არც უნდა დაბრუნდეს, თქვენი თქმის არ იყოს ამ ფსევდო მართლმადიდებლური ოჯახის გეთანხმებით აბსოლუტურად მე ვთქვი რომ თუნდაც ესე იყოს და თუნდაც უძღებს შვილად თვლიდე არ უნდა დაუპირისპირდე მას ძალადობით. აი ამის თქმა მინდოდა, ამის იქით რა თქმა უნდა არ არის ეს მაგალითი შესაბამისი. ანუ უნდა წავიდეს ეს უძღების შვილი თუ მიდის, თუნდაც მე ამის თქმა მინდოდა. კი, რასაკვირველია. მე შესავალში აღვნიშნე რომ საპატრიარქო და თქვენ უფრო მძაფრი სიტყვების თქვით, ახლა თქვენს პასუხში პირველი კითხვის პასუხად, ხო? საპატრიარქო ვერ უწყობს გულის თქმას იმ პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს ქვეყანაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ მეთანხმებით შესაბამისად კითხვა ამგვარია, რატომ გამოლპა საპატრიარქო როგორც ინსტიტუცია და ვერ სწორდება და კიდევ მეორე კითხვასაც მივაყოლებ. გამოლპობის მიზეზი შესაძლოა არის მისი საპატრიარქოს, ნახეთ როგორი სიტყვა ვიხმარო, ვალდებულებითი დამოკიდებულება საერო ხელისუფლების მიმართ. შენ მე მომეცი 3 ჰექტარი მიწა, პირობითად ლაპარაკობ, ცხადია. შენ მე მომეცი ეს ქონება და მე ვიქნები შენი მორჩი. და კიდე გავაგრძელებ. მარტო საქართველოს საერო ხელისუფლების მიმართ თუ იქნება და თქვენ რუსეთი ახსენე, მეც ვახსენე რუსეთი, იქნება და რუსეთის FSB-ს მიმართაც. მე აქ ვლაპარაკობ საპატრიარქოზე როგორც ინსტიტუციაზე და არა ცალკეულ მღვდელმსახურებზე საპატრიარქოში, საპატრიარქოს წიაღში ან რომელიმე აზართან ვინც არის, აზარში ვინც არის. ბატონო ირაკლი, მოდი დავიწყოთ იქიდან, რომ FSB, რომელიც თქვენ ახსენეთ, არის სამართალ მემკვიდრე ყოფილი საბჭოთა კაკებესი. ეს ეკლესია, რომელზეც ჩვენ ახლა ვსაუბრობთ, სწორედ ამ კაკებეს მიერ 40-იან წლებში ეგრეთ წოდებული სერგიანულია და ამ სერგიანულობის ახლა შინაარსის, ესე ვთქვათ, ახსნა უფრო ესე ვთქვათ, სტალინის ეპოქაში და ოდესაც ასევე ლავრენტი ბერია უშიშროების ამ კომიტეტს მაშინ დროს განაგებდა, მაშინ მათ შექმნეს, ანუ სასულიერო პირები, რომლებიც მზად იყვნენ ეთანამშრომლად საბჭოთა ხელისუფლებასთან და ისინი ყოფილიყვნენ დანამატი
რათა მორწმუნე საზოგადოებისთვის რაღაც დაზვერვის და აგენტურის ფუნქცია ეტვირთვათ, ასევე როცა უცხოეთში ესე იგი ემიგრანტებთან შეხვედრის საგარეო ვიზიტ საერთაშორისო ვიზიტებზე აგზავნიდნენ მათ, დატვირთვის ფუნქცია ჰქონდათ დაზვერვისა და აგენტურის. და ამას წყინვალე დასრულებდა თავის დროზე, ესე იგი ჩვენი პატრიარქად წოდებული ილია შიოლაშვილი. და ყველა მთელი ესე ვთქვათ სამღვდელო დასი. ანუ ეს არის საბჭოთა კაკების მიერ შექმნილი მხოლოდ ის სასულიერო პირები გაანთავისუფლეს საპყრობილიდან, რომლებმაც ხელი მოაწერეს საბჭოთა ათეისტურ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე. დანარჩენები ყველა მაგალითად მოსაყდრე, ვინც იყო, ვისაც მოსკოვის საპატრიარქოს ტახტი ეკუთვნოდა პეტრე კრუტინსკი, მიტროპოლიტი დახვრიტეს. ყველა სასულიერო პირი დახვრიტეს, ვინც არ ითანამშრომლა. და უფრო მეტიც, წესიც არ აუგეს მას, წესიც არ აუგო იმ ეკლესიამ. და მათ თვლიდნენ რაღაც ესე ვთქვათ არაჯანსაღ ქრისტიანებად. შემდეგი 90-იან წლებში მართლა ბედის ირონია და ცინიკურია, ტრაგიკომედიულია, რომ ესე იგი წმინდანებად შერაცხეს და რა თქმა უნდა ისინი არიან წმინდანები. რა თქმა უნდა ქრისტიანობის თავდადებულები არიან, მაგრამ 90 წლებში მე იგივე ეკლესიამ, რომელიც წესს არ უგებდა და რომელსაც მათ ესე ვთქვათ სამშობლოს და ერის მოღალატება დაცხადებდა, წმინდანებად რაცხავს. აქედან გამომდინარე ყველაზე მეტად საბჭოთაა ეს ეკლესია და მას შეუძლებელია ესე იგი ხელი შეეწყო ან ფეხი აეწყო საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის და ჩვენ ეს დავინახეთ ძალიან კარგად 90-იან წლებში და თქვენი გადაცემები არაერთი ასევე ანალიზს ამას უკეთებს. მადლობელი ვართ მე პირადად როგორც ერთი რიგითი ესე იგი ადამიანი. მადლობა. ყველაზე მეტად ვისაც არ უნდოდა 9 წლის და შემდგომ საქართველოს დამოუკიდებლობა კადრებში ჩანს. ყველაზე მეტად ვისაც არ უნდოდა ესე ვთქვათ დამოუკიდებლობა შინაგანად, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირს და საბჭოებს მისტიროდა, იქ აღზრდილი იყო და მისი პროექტი იყო საბჭოთა პროექტი, ეს არის საქართველოს მაშინ კათოლიკოს პატრიარქად წოდებული პიროვნება და იქ იხსენებენ იმ პერიოდის პატრიარქის გარემოცვის მღვდლები, რომ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავაო ესენი ექსტრემისტები არიანო და მათ ხმაც არ მიცეო და არ უნდა, ანუ უამრავი სასულიერო პირი იხსენებს, რომ ზვიადისთან და ბატონ მერაბთან თანამშრომლობისა და ურთიერთობის გამო ისჯებოდნენ. მათ შორის ესე იგი ხარისხიდან განკვეთა და ან სახელმწიფოდან ეკლესიიდან გაძევების უამრავი ფაქტები გვაქვს ჩვენ. ჯერ კიდე 70-იან 80-იან წლებში. ანუ საბჭოთა პროექტი იყო ეს ეკლესია, ყველაზე მეტად ჩარჩა, სახელი როგორც ეხლა დაუშვათ კომუნისტების შემდეგ გახდნენ დამოუკიდებელი საქართველოს ლიდერები და შეუძლებელი იყო, ისევე უფრო მეტიც შეუძლებელია როგორც აი გავიხსენებდი ეგრეთ წოდებულ გავრილოვის ღამეს ადამიანი ჩამოვიდა კომუნისტური პარტიის წევრი მართლმადიდებლური კონფერენციის ჩასატარებლად. ანუ კომუნიზმის ესე იგი თეორია თვითონ არის უღმერთოება ათეიზმის. ჩამოვიდა იმ საღამოს რო არ გაეძევებინა საქართველოსთან, საღამოს საპატრიარქოში ქონდა ვიზიტი. მე ერთი კითხვა. კომუნისტი მართლმადიდებელი წარმოგიდგენიათ, აი ესევე ნონსენსია. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ამ ეკლესიამ, ამ საპატრიარქომ ეგრეთ წოდებულმა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის რაღაცა ესე როლი შეიტანოს დადებითად. მესმის არსებითად გეთანხმებით. გეთანხმებით არსებითად, მაგრამ აქვე რაღაცა თქვენ ახსენეთ სერგიანული ეკლესია და ტალინის თუ ბერიას ჭყალებში 8 წლიან მეცადინეობა ეკლესიის და მონების თაობაზე, დამორჩილების თაობაზე. მოთ ამ კითხვის დასმას არ ვაპირებდი, მაგრამ მაინც ხომ არ დაცილდა უშუალოდ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ქრისტეს და ქრისტიანობას და მის პირვანდელ მისიას ჯერ კიდევ 1927 წელს, როდესაც მიიწვია ამბროსი ხელაია. მას შემდეგ მე აღარ ჩამოვთვლი პატრიარქებს, ღევანდელზეც ვისაუბროთ თუ გნებავთ, არ არის ტაბუ არადებს არც ერთ პიროვნებაზე საუბარს ცხადია ჩვენს ეთერში, მაგრამ აი სწორედ ამბროსი ხელაიას და მისვალების გარდაცვალების შემდეგ და ქრისტეფორე ციცქიშვილის პატრიარქად დანიშნვის შემდეგ ხომ არ გადაუხვია კირიონისა და ამბროსის გზას მეთქი ასე გავთავკებდები და ასე დიახ, ძალიან მნიშვნელოვანია, მხოლოდ ზღვარი უნდა გავალოთ სად. რა თქმა უნდა, ბოლო პატრიარქი სრულიად საქართველოისა, მორწმუნე და ერისთვის თავდადებული, ეს არის მისი უწმინდესი და უნეტარესი ამბროსი ხელაია. ამბროსი ხელაიას შემდეგ თავისუფალი და მორწმუნე ესე ვთქვათ და თავდადებული რაც უნდა იყოს პატრიარქი, ანუ წყემსი კეთილი, აი ძალიან მოკლედ, აი ამ სიტყვების გამო დაიწყო ჩემი ესე ვთქვათ ღია დაპირისპირება პატრიარქთან და საპატრიარქოსთან, როცა თქვი რომ მის ჩემთვის წყემსი კეთილობის მითი დაიმსხვრა. რა თქმა უნდა ამას წინ უძღოდა ასევე არგუმენტები, რის გამოც მე მივედი ამ დასკვნამდე, რომ საჯაროდ მეთქვა.
და შემდეგ როდესაც ესე ვთქვათ სინედრიონი მომიწყვეს, სწორედ ამას მე დავებოდე, რომ წყემს სიკეთილი არ არის, უამრავი არგუმენტი არსებობს და მათ შორის მოვიყვანდა უშუალოდ, რომ როდესაც ედუარდ ჩავარდნაძე პრეზიდენტი ამბობს ესე ვთქვათ, აღიარებით ჩვენებას იძლევა ჟურნალისტთან, უცხოელ ჟურნალისტთან, რომ ჩვენ როგორც რაიკომის დივნებს ნიშნავდით, ისე ნიშნავდით პატრიარქებს და ირაკლი შიოლაშვილი ჩვენი დანიშნულიაო ამ თანამდებობაზე 77 წელს ჩვენ უნდა ვნახოთ თუ როგორ მოვიდა. რა თქმა უნდა, თან როცა დღეს გვიკვირს, ესე იგი, უალტერნატივო, უკონკურენტო, ესე იგი, არჩევნები ეგრეთ წოდებული და გაყალბებული, ესე ვთქვათ, თუნდაც პრეზიდენტისა პირველ რიგში უნდა გავიხსენოთ, რომ 77 წელს ასევე პატრიარქის არჩევა მოხდა, რომ ბიულეტინში მხოლოდ ირაკლი შიოლაშვილი მიტროპოლიტი ილია იყო შეტანილი და ის თავის გამოსვლაში საზოგადოებრივ მაუწყებლობაში არის ეს საარქივო მასალა ამბობს რომ თქვენო თუ მე არ მოგწონვართო შეგიძლიათ ჩემი სახელი გადაშალო და სხვა კანდიდატი ჩაწეროთ. ვაი წარმოგიდგენიათ როგორ დასცინის. სულ ესე იგი 6 ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას. რა თქმა უნდა კათოლიკოს პატრიარქ ამბროსის შემდეგ არ ყოლია, მაგრამ ერთი მომენტია რომ ჩვენ მაშინ ჯერ კიდევ ავტოკეფალია აღდგენილი ჰქონდა, მაგრამ ისინი როგორც ესე ვთქვათ, განხეთქილებაში რასკოლნიკებად გთვლიდნენ რუსები და ევქარისტიული კავშირი არ იყო 42-43 წლამდე. და აი მაშინ, როდესაც მოხდა, რომ მათ გვაღიარეს და ჩამოვიდა რუსეთის მიტროპოლიტი კაკებეს, საბჭოთა კაკებეს დავალებით და ერთობლივი წირვა ჩატარდა, ანუ ევქარისტიული კავშირი აღდგა. ჯობდა რომ ესე დავრჩენილიყავით, რა თქმა გავლენა, თუმცა ტოტალიტარული რეჟიმი იყო და შეუძლებელი ეს კიდე ცალკე თემაა თუ რატო დაჭირდა მაშინ ესე ვთქვათ ამ დიქტატორს სისხლიან იოსებ სტალინს, რომ საქართველოს ეკლესია ამ ევქარისტიულ კავშირში მისი იმპერიული მიზნებისათვის. აქ ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა ვისაუბროთ კანონის თემა და ასე შემდეგ, რომ მოსკოვის საპატრიარქო გამოეყენებინა როგორც ესე ვთქვათ ალტერნატივა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსი, მას ჭირდებოდა ერთი თავისი დამატებით პატრიარქი. სომხებს ვერ შემოიყვანდა ბუნებრივია და საქართველოს პატრიარქი ანუ პოლიტიკური მიზანი იყო და არანაირად სულიერი, როდესაც იგივე გამიგია და თავის დროზე დავიჯერო, რომ ამბობდა რომ აი სტალინს მხოლოდ ის დამსახურებაც კი ეყოფა, რომ ჩვენი ავტოკეფალი აღადგი არ აღადგინა, შემოიყვანა ოფიციალურად დაუქვემდებარა და სწორედ ამის გაგრძელება იყო. წარმოიდგინეთ, რომ 77 წელს, როდესაც კათოლიკოს პატრიარქს ირჩევენ კრებაზე, პატრიარქის არჩევნის კრებას თან ესწრება, ახლა შეიძლება გაგიკვირდეთ, ესე იგი რუსეთის პატრიარქი პიმენი. ანუ ეს ისეთია, ახლა ღმერთმა დაგვიფაროს, რომ დაუშვათ პარლამენტში ახლა ეგრეთ წოდებულ არჩევნებში, ესე იგი პუტინი ყოფილიყო დამსწრე. არაოფიციალურად რა თქმა უნდა იყო და არის ყველაფერში მონაწილე, მაგრამ აი ესეთი ნონსენსი იყო, რომ პატრიარქ საქართველოს დამოუკიდებელი ეკლესიის კათოლიკოს პატრიარქს ირჩევენ და რუსეთის მიტროპოლიტი პირადად ესე იგი ესწრება ამ კრებას. აი ესეთი სამარცხვინო ისტორია გვაქვს საქართველოს ეკლესიის. თქვენ აკრიტიკებთ პატრიარქ ილია მეორეს, თუმცა 47 წელი მიილია მისი პატრიარქობიდან, 1977 წელი გაიხსენეთ თქვენ და მოდით ამგვარად გკითხავთ. ამ 47 წლის განმავლობაში განა მას გარკვეული ღვაწლი არ მიუძღვის კი, მაგალითად გალობის აღდგენა ქართულად, ქართული გალობის აღდგენა. ან ავტოკეფალი ახსენეთ 90-იანებში ჩვენ სწორედ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ავტოკეფალია მოვიპოვეთ, ხო? თუ არ ვცდები დეფინიციაში. ან სხვა ქმედებები მას ხსოვარ პატრიარქს უნდა გავიხსენოთ თუ არა მისი დადებითი ნაბიჯები 47 წლის განმავლობაში. ბატონ ირაკლი, ისის არწმუნოებრივად და სახარებისეულად გაგცემთ პასუხს, მხოლოდ იმიტომ რომ ნათქვამია უფალი ერთი ჭიქა წყალიც კი ვინმეს თუ მიუწოდებია მოყვასისთვის. ღვთის სამჟავროზე ისიც კი არ დაეკარგება. ასე რომ თუ რამე მას აქვს დადებითი, არაფერი დაეკარგება, მაგრამ შეუძლებელია საპირწონედ, როცა ერი და ეკლესია აი ესეთი ძლიერი, თქვათ, ინსტიტუცია, მაგრამ დესტრუქციული, ცრუ ქრისტიანული, ფაქტიურად რელიგიური სექტა შექმნა მან. რაც შეეხება გალობას, ასევე სადაო და სამჯოლო საკითხია, რომ საკუთარი გალობის რაღაცა ახალი მოდერნისტული, ესე იგი სახე შესთავაზა, თითქოს მან დაწერა საგალობლები ისევე როგორც თითქოს რაღაცა ძალიან ბევრი კომპოზიციური ნაშრომის ცალკე თემა კიდე ვინ წერს და როგორ წერს ეპისტოლი ისე არ იყოს და რა თქმა უნდა დღემდე ეს არ მოგვარებულა გაჩნდა ბერძნული ეგრეთ წოდებული ერთხმოვანი გალობა, სინოდიც კი 90-იან წლებში შეიკრიბა, სინოდის გადაწყვეტილებაც კი არსებობს და განჩინება რომ აკრძალულიყო, მაგრამ დღემდე ეს გადაწყვეტილება სისრულეში არ მოსულა.
ასე რომ აქაც მხოლოდ პირადი რაღაცა თქვათ პატივმოყვარეობის ისევე როგორც ხატების შექმნა ისევე როგორც კომპოზიციური ნაწარმოების ეს არის მისი პატივმოყვარეობა მხოლოდ და მხოლოდ არავითარ ქართული გალობა რასაც ქვია მას არ აღუდგენია პირიქით განდევნილები არიან ის ბიჭები ახალგაზრდები რომლებიც ქაშვეთის წინ რუსთაველზე იგალობეს ნამდვილი ქართული გალობა ეს არის რომელიც საკანტო ტაძარში არ არის და რომლებიც არ არიან პატივდებული საპატრიარქოსა და პატრიარქისაგან ცალკე თემაა ეს გალობის საკითხი და ამას სპეციალისტების მოწვევა ჭირდება რომ უფრო ღრმად ესე ვთქვათ მე გეთახმებით რუსთაველის გამზირზე ეს იყო ქართული გალობა ნამდვილი ქართული გალობა ამასთან დაკავშირებითაც გეთახმებით იმასთან დაკავშირებითაც დავამატებ თქვენის ნებართვით რომ ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით საქართველოს საპატრიარქოში არის ჯგუფი რომელიც ცდილობს ჩემი ინფორმაციით ბერძნული გალობის დაბრუნებას თუ სწორედ სიტყვა და ასე შემდეგ რაღაცა თქვენ ახსენეთ ეპისტოლე ვინ წერს ეს კიდე ცალკე სალაპარაკოაო ვინ წერს იმიტომ რომ მე გულახდილად გეტყვით აი 47 ეპისტოლე საკითხული არ აქვს მაგრამ ნუ რაღაცა 10 ათეული მაინც საკითხული მაქვს და არ დაგიმალავთ რომ ეს ეპისტოლე ბოლო საშობაო მე მომეწონა მასში გაკეთებული აქცენტებით ცხადია მე ვისურვებდი რომ უფრო მკვეთრი ყოფილიყო მაგრამ იცით რა როცა დაისია თქვენ მიმიხვდებით როცა დაისის ჟამია იქნება და უფრო ამკვეთრებს კათალიკოსი საკუთარ ტონს ან ფერებს იმიტომ რომ ქვეყნის ისტორიაში ჩაეწეროს ცალსახად ჩაეწეროს როგორც ყწოვანი დამსახურებული პატრიარქი იქნება ეს შიგნეული მოთხოვნაც აქვს როცა ის ლაპარაკობს ფარისევლებზე ბევრჯერ ლაპარაკია როცა ის ლაპარაკობს ურწმუნო ადამიანებზე იქ აქცენტები იყო და ყველა ხვდებით ვისაც გულისხმობდა ხო ურწმუნო ადამიანებზე რომლებიც ცდილობენ სიცოცხლის გახანგრძლივებას და გონიათ ამ ურწმუნო ადამიანებს რომ გარკვეული მატერიალური სიკეთეების მიღების შემდეგ ამ სიცოცხლეს გაიხანგრძლივებენ ყველა ხვდებით და მე ჩემს ვიდეო ბლოგში ვთქვი კიდეც ვისაც არის საუბარი და ახლა ვიტყვი არა მაქვს პრობლემა ხო მაგრამ იქნება და ამ შემთხვევაში ადრესატზე არ ვსაუბრობ იქნება და პატრიარქი ცდილობს რომ უფრო მკვეთრი იყოს სწორედ უცნაური ძველი ქართული სიტყვა აღარ ხმარობენ დაისის დროს ბატონ ირაკლი რაც ესე იგი ღიად მომიწია კრიტიკა საპატრიარქოში არსებული თქვათ პრობლემების თან პარალელურად მოიხსენება საპატრიარქოს ტელევიზიას ხელმძღვანელობდი და უშუალოდ ინფორმაციული თქვათ ესე უკვე ფუფუნება მქონდა აი ამ დაჯგუფებასთან ამ ესე ბანდასთან ესე ვთქვათ მისი გარემოცვისა მქონოდა შეხება და მქონდა უამრავი ეს ვთქვათ პრეცედენტი როდესაც საპატრიარქოს განცხადებას საპატრიარქოს ტელევიზიის ერთსულოვნების მე პირადად დირექტორი უარს ვამბობდი რომ ეთერში გამეშვა იმიტომ რომ სამარცხვინო იყო და ვთქვი რომ ეს სირცხვილია და ამის ესე რაღაცა ვიწრო იმ მასაზე რომელზეც არის გათვლილი ანუ დასაბრმავებლად ბრევლისა და უპატივცემლად ამის გამო მე პირადად არ გავუშვა აქედან გამომდინარე სულ კონფლიქტში ვიყავი მაგრამ 2016 წლამდე ესე იგი 2000 წელს თქვათ შევიმოსე და მე აღვიკვეცე ბერად 16 წელი დამჭირდა რომ ეტაპობრივად ესე ვთქვათ მივსულიყავი აი იმ ის ზღვარი გადამელახა რასაც ესე ვთქვათ აუცილებლად ღიად საჯაროდ მხილება ქვია სულ ცდილობდი როგორც ქრისტიანული სწავლების თანახმად რომ გამართლება ყველაფერში მომეძებნა აი მაგალითად პირველად 2000 წლის პერიოდი იყო როდესაც მორჩილად ესე იგი საბერო მორჩილი ვიყავი საპატრიარქოში და რაღაც ხალიჩა ანტიკვარული ხალიჩა იქნა შეძენილი ერთ-ერთი დედაოს აც განსვენებული დედა ელენეს მიერ და თხოვეს დამავალეს რომ გარეცხვაში მივხმარებოდით მე და ერთი მგალობელი ანუ რისი თქმა მინდა და ძალიან მიმიხვდებით და მე ტრაპეზზე როცა პირველად მოხვდი ესე იგი მასთან ეუნება რომ ესო რაც თანხა გადავიხადეთო ნუღარ ეტყვის ხვებსო დაბყოლდებიან რაღაც ძვირი ანტიკვარული ხალიჩა იყო და გადახდია პირველად მოვისმინე რომ ესე იგი პატრიარქი ტყულზე აკურთხებდა მონაზონს და ვიფიქრე როგორ პატრიარქი შეიძლება იტყუებოდეს პატრიარქი შეიძლება უშვებდეს სიცრუე და მთელი ქრისტიანობა არის სიმართლეზე პირდაპირობაზე დაფუძნებული ამის გამო ეწამებიან მოწამეები ესე ვთქვათ ყავს უამრავი და ასე შემდეგ და დაბრკოლდი მაგრამ
ჩემ თავს დამოუცხადე ბრძოლა რომ მოდი ახლა ნუ დაბრკოლდები ამის გამო ესე იგი ეკლესიის მიმართ სახარების პატრია ალბათ ის უფრო ესეთი ბძენია და რაღაც უკეთესად ხედავს რომ იქ ვიღაცები ამის გამო დაბრკოლდებიან რომ გაიგებენ რა ფასია რისი თქმა მინდა იცით რომ აი ესეთი ეტაპობრივად გავიარე რომ რაღაც გამართლება ყველა საქციელისთვის აი თქვენ რასაც ახლა მეცინება შინაგანად ესე ვთქვათ რომ მეც გავიარე ეს იგივე საზოგადოების ნაწილი რომელიც მართლა გულშემატკივარია და არ განვიკითხავ მათ იმიტომ ვიცი მეც გავიარე თანმიმდევრულად ეს პერიოდი რომ ესე ადვილად არ გინდა რომ გაჭირო და ღიად დაუშვათ დაუპირისპირდე იმიტომ რომ ვცდილობ რაღაც გამართლება მოძებნო შეუძლებელია გამართლება მოუძებნოთ ჩვენ იმიტომ რომ მაშინ როდესაც ძალიან კარგად ამკუთხით რაღაც გლობალურ საკითხებსაც როცა უნდა ძალიან კარგად ესე ვთქვათ წარმოაჩენენ ხოლმე და მაშინ როცა სოფლიოს ცივილიზებული ნაწილი მივიდა იმ დასკვნამდე წარმოიდგინეთ მაღალი რანგის დიპლომატები კონგრესმენები, სენატორები, ევროპარლამენტის წევრები, როცა ღია თავის ახლას მაგალითად დეოლიგარქიზაციას არქმევენ დეივანიშვილიზაციას. უხეირო დიქტატორად მოიხსენიებენ. კიდევ ესე იგი რაღაც ქართული კოშმარი და ასე შემდეგ, ქართულ ოცნებას. ანუ თვითონ დიპლომატები და საელჩოები ესე ვთქვათ, ცდილობენ რომ განმარტება ან თარგმანში რაღაცა დააზუსტონ. ანუ ამ დონის უტიფრებთან გვაქვს საქმე. და მაშინ რაღაცა ხა დიპლომატიური მინისტრები ერთი ეკლესიური დიპლომატია მიუღებელია. ეკლესია არის პირდაპირობა. იოანე ნათლისმცემელმა როდესაც ესე ვთქვათ ამხილა ჰეროდე მეფე და თქვა რომ შენ არ გეკადრება რომ მეფეს შენი ძმის ცოლი ყავდესო, მასაც შეეძლო რომ მინიშნებით. მაცხოვარსაც შეეძლო რომ მინიშნებით ესაუბრა და სინედრიონის წევრები, ფარისევლები ემხილებინა და ესე არ ღია დაპირისპირებაში არ შევიდოდა, მაგრამ მიუღებელია ეკლესიური დიპლომატია. მახსოვს ერთხელ როდესაც პრეზიდენტ პუტინს რომელი წელი იყო 10 ალბათ, რომ მიულოცა არჩევა და გითხრა რომ ბრიტანეთის ელჩმა მითხრაო რომ დიპლომატიის მაღალი მწვერვალი იყო თქვენი მილოცვაო. წარმოიდგინეთ რომ ამ ადამიანს უნდა ჩვენ ამით გვაჯერებდა რომ ესე იგი შეიძლება თქვენ ან ვიღაცას არ მოეწონა ჩემი პოზიცია რომ მე პუტინს დამყრობელს ესე იგი მიულოცე 2008 წლის ომის შემდეგ არჩევა დაუშვათ იქ მეორე წრეზე წასვლა მაგრამ აი ჯერ ერთი არც ვიცით არავინ არ იყო თვითმხილველი იქ დაუშვათ მართლა უთხრა თუ არა ბრიტანეთის ელჩმა ეს მაგრამ თვითონ ხო თავი მოგვაწონა და გითხრა თქვენ თუ არ მოგწონთ აგერ ბრიტანეთის ელჩმა ესე იგი მომიწონა საქციელი და ესო მაღალი რანგის დიპლომატიაო კი ასევე იმ ხალიჩის თემის არ იყოს დაბრკოლდი არ მომეწონა მაგრამ მაინც ვცდილობდი რომ რაღაცა გამართლება მომეძებნა მანამ სანამ არ მივედი იქამდე იმ წერტილამდე როდესაც უკვე შეუძლებელი იყო თავის მოტყუება და სირაკლიმას მდგომარეობაში დარჩენა ანუ ვერ ვეთანხმები ეს მხოლოდ გათვლილია რაღაც იაფფასიან იცით რაზე აი როდესაც გამსახურდიას თქვათ ხელისუფლება ეროვნული დაამხეს მე თვითონ ამბობდა აი მე რამდენჯერ რჩევა მივეცი არ დამიჯერა შევარნაძე როდესაც წავიდა ვარდების რევოლუციით როგორი ახლო ურთიერთობა ჰქონდა წარმოიდგინეთ მათ და ესე ვთქვათ ამბობდა რომ არასდროს არ დამიჯერა რაც ესე იგი მას უთხარიო არასდროს ჩემი რჩევა არ გაითვალისწინაო როდესაც ესე იგი ასევე სააკაშვილმა გადააბარა ხელისუფლება იგივე სიმეორებდა რომ რამდენჯერ უთხარი რომ რაღაცა გამოსწორება ეხლა ეს მხოლოდ მაგაზია გათვლილი რომ მე თქვან რომ აი ხედავთ ივანიშვილს კი ურჩია კი მისცა ესე იგი რჩევა კარგი იქნება თუ ესე იგი ივანიშვილი გაითვალისწინებს ამას და თავის თავს დაინახავს მაგრამ პირველ რიგში თვითონ პატრიარქმაც უნდა დაინახოს თავის თავი მათ შორის მღვდელმთავრებმა და ძალიან ბევრმა ეხლა რაც შეეხება ავტორს მოდი ძალიან გთხოვთ რა რომ ამ ლოგიკაშიც ვერ შემოყვებით რომ ჩვენ დავინახეთ მისი მდგომარეობა რამდენად უმუნარო მდგომარეობაშია და როდესაც საახალწლო მილოცვის გაყალბება მოუწიათ მაგის გამო და შემდეგ ერთი კვირის წინანდელი რაღაც ჩანაწერის თქვათ გასაჯოროება იმის გამო რომ დაემტკიცებიათ რომ მას საუბრის თურმე უნარი აქვს მაგრამ ეპისტოლის დაწერის უნარი რო გაქვს ამას ნუ დავიჯერებთ ნუ დავარქვათ პატრიარქის ეპისტოლეს ამ ლოგიკაში შევინდეთ დიდი პატივისცემის მიუხედავად ვერ შემოყვებით მაგრამ ის გარემოცვა რომელსაც ამას წერს მასე უბრალოდ მაშინ მომწიფებული არ იყო საზოგადოებრივი რაღაც ეს აქტიურობა თორე წინა ესე ვთქვათ აღდგომის ეპისტოლეშიც იყო იქ მინიშნება ნაბუქოდონოსორზე და ფარაონზე რომელიც ასევე ესე ვთქვათ არ თმობდა ძალაუფლებას და თავისუფლებას ებრაელებს არ ანიჭებდა ნაბუქოდონოსორი რომელიც ასევე ყველაფერს აკეთებდა თქვათ თავისი ძალაუფლების პატიმოყარეობის შესანარჩუნებლად და ასე შემდეგ ეს მხოლოდ გათვლილია ერთმა მღვდელმთავარმა მითხარცა რაღაც განცხადებაზე ხუმრობით უთხარი რომ მე რა აზრი აქვს როცა თუ ქმედით რაღაც ღიად არ გადავედით ჩვენ კრიტიკაზე აი ესეთი რაღაც განცხადების რომელიც ჩაიკარგება
ესო მხოლოდ არქივისა და ისტორიისთვისო. გულწრფელად გამცა პასუხი. ანუ ეს მხოლოდ არქივისა და ისტორიისთვისაა, რომ აი მე თქვან, რომ აი პატრიარქი ივანიშვილსაც ამხელდა, მაგრამ იმან არ შეისმინა. ანუ სუთა პოლიტიკური უნარჩვევებით, ანუ ეს კაკების სკოლა აღემატება ყველა, ესე ვთქვათ, ხელისუფალს და ყველა ოპოზიციის წარმომადგენლის რაღაც პოლიტიკურ უნარჩვევებს, საპატრიარქოს წარმომადგენელთა უნარჩვევები. აი ეს უნდა ვაღიაროთ, რომ პოლიტიკაში ერთხელ შემინდეთ ივანიშვილს აქვს ნათქვამი, მაგარი იგროკიაო. ეს სიტყვები ზუსტად და კი ბრაზობდა როგორ შეიძლება შენ რელიგიურ ლიდერზე ესე თქვაო, მაგრამ ზუსტად შეაფასა მან, რომ მაგარი იგროკი, ანუ მაგარი იგროკები შემინდეთ გავიმეორებ ამ სიტყვას, ნამდვილად ყველაზე მოხდენილია მათთვის, მაგარი იგროკები არიან და ეს ეპისტოლეც ეგრეთ წოდებული, აი ამ თამაშის შემადგენელი ნაწილია და ამ ეპისტოლეთი ჩვენ ფაქტიურად მატრიარქმა, იმ ქალბატონმა საშობაო დღის წესრიგი შეგვიქმნა და ყველას დაავიწყდა გაყალბებული ეპისტოლე, მისი უნარობა და ასე შემდეგ საპატრიარქოში არსებული პრობლემები და გადაიფარა სამარცხინოდ ეხლა ამ შეცდომას უშვებს ასევე მასმედიის წარმომადგენელია ძალიან ბევრი რომ ავიწყდებათ ანუ დღის წესრიგს როგორც ზოგჯერ ხელისუფლება რაღაც განცხადებას გააკეთეს რაღაც სხვას და მე ავიწყდებათ პრობლემა ავიწყდებათ იქ ლეგიტიმაციის სხვა და უცებ თემა გადაიფარება ანუ გადასაფარად დღის წესრიგის შექმნა ესე იგი მატრიარქმა ამ ეპისტოლის შემოტანით ანუ ამ მსჯელობაში უკვე შესვლა მიუხედავად იმისა, რომ გეთანხმებით, რომ ეს მინიშნება ნამდვილად არის, მაგრამ ჩემი აზრი გითხარი თუ რისთვის არის. არ უნდა ძალიან დიდი მადლობა თქვენი აზრისთვის. მე უფეო, ძალიან დიდი მადლობა. ერთი კითხვაც და რამდენიმე კითხვა უბრალოდ. რამდენად ეცდება რუსეთი, რომ მის მიმართ ლოიალური პატრიარქი აგვარჩევინოს უკვე შემდგომ? გავაერთიანებ თქვენის ნებართვით ამ კითხვას სხვა კითხვასთან, ხო? ბევრს უნდა მე მაინც და მაინც სახელების დასახელებას არ გთხოვთ პატრიარქობა მე ვიცი და მგრძნობ რომ უნდა და მესამე რამდენად არის აუცილებელი რომ პატრიარქმა ილია მეორემ საკუთარ სიცოცხლეშივე გამოკვეთოს საკუთარი ფავორიტი იცით რატომ ეს ამ თეორიას ვექრობი მე რომ უკვე შემდგომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ხო არ წავიდეს ამ კლანებს შორის საშინელი დაპირისპირება რაც მოსალოდნელია ამ დონეზეც კი ქაშვეთის ეკლესია ჩემია და პატარა სამება შენია შეიძლება ვუტრირებ მაგრამ მაინც არ მინდა მაინც და მაინც კათოლიკოს ილიას სიტყვები გავიმეორო რომ მე ვარ ბოლო ჟამის პატრიარქიო მე გულთახდილად გეტყვით არ მესმის რას გულისხმობ და ვერ ვაანალიზებ მაგრამ ამას თავი დავარებთ აი ეს სამი კითხვა რამდენად ბევრს უნდა პატრიარქობა ელოდება რაღაც ჟამს მეორე თავად პატრიარქილია მეორე რამდენად უნდა გადადგეს ალბათ სწორი სიტყვა ამგვარად უნდა მიიღოს მონაწილეობა იმაში რომ უკვე დღესვე მოსაყდრე კი არა სწორედ პატრიარქი გამოვარჩიოთ იმიტომ რომ თავის მხრივ იმიტომ რომ უკვე შემდგომ არ დაიწყოს რღვევის პროცესი საპატრიარქოში თუმცა ლოგიკა რომ დაწყებულა ეს რღვევის პროცესი ამაშიც არის გულახდილად გითხოთ დასანგრევი უნდა დაინგრეს ამას თუ ვინმე მეტყვის მათ შორის თქვენ ხო ამასაც მე გარკვეულწილად ამ ინფორმაციად დავეთანხმებ და მესამე რუსეთი რამდენად ეცდება ყველაფერში რომ ფეხს და ცხვირს ყოფს აქაც კიდევ ერთხელ გაატაროს საკუთარი ინტერესები და მის მიმართ ლოიალური პატრიარქი აგვარჩევინოს თუ დაგვანიშნოს როცა იქნება ბატონო ირაკლი დავიწყოთ იმით რომ რუსეთისთვის სტრატეგიულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ რაშისტული რუსეთისთვის ერეტიკულ მდგომარეობაში და უკრაინის ომის მდგომარეობაში რაც ხდება იქ ცრუ ქრისტიანობა ესე ვთქვათ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს ესე ვთქვათ კათოლიკოს პატრიარქის და ეკლესიაში შეინარჩუნოს კათოლიკოს პატრიარქზე და ეკლესიაში შეინარჩუნოს თავისი გავლენა არსებული გავლენა არანაკლებ მნიშვნელოვანი ვიდრე საერო ხელისუფლების მიმართ ინტერესების წარმოადგენს მე მახსენდება ჩემი დიალოგი პირისპირ საუბარი სტუმრად ყოფნის დროს ისევ ესე ვთქვათ ეგრეთ წოდებულ ჩრდილოან მმართველთან ივანიშვილთან და მას ვუთხარი როცა შევეხეთ ამ თემას რასაც ახლა თქვენ შეეხეთ მე თქვენ მეთქი ბატონო ბიძინა არ გაკადრებთ რომ რუსეთმა დაგავალათ შიო მუჯირის ან ეკლესიის ბედის ტახტის ანუ მუჯირზე იყო საუბარი ვთქვათ მონაწილეობის მიღება მათთვის სასარგებლოდ ანუ ამ კაცის გაპატრიარქება თქო მაგრამ თქვენ არ მაკადროთ რომ მოსკოვს ეს თქვენთვის არ უთხოვია ეს ხდება 2019 წელს და დამთავრდა ანუ ზღვარი მას აწყობდა ამ ოქროშვალების დაჭერა დავალებასა და თხოვნას შორის
და ამ თემაზე აღარ გააგრძელა საუბარი. ასე რომ შეუძლებელია, თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ რუსეთისთვის და ამაზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ როდესაც ციანის ეგრეთ წოდებული ციანის სკანდალი, ციანის საქმით წოდებული უდანაშაულო მღვდლის, თქვა ციხეში ჩაგდება და შემდეგ მის მიმართ მოწამეობრივი დამოკიდებულება, რაღაცა საოცარი, ესე ვთქვათ, რომ ფსიქოლოგიური, სულიერი, რომ მღვდლებს არ უშვებდნენ, უამრავი ცილის წამება მის მიმართ და ასე შემდეგ განხორციელდა და ესე ვთქვათ, პირველად საჯარო სივრცეში ღია დაპირისპირება და მათ შორის სკანდალი გახსოვთ 2017-დან 16-დან დაიწყო ფაქტიურად ღიად ესე ვთქვათ პრობლემების გარეთ გამოსვლა იმაში ეძახდი რომ ეს არსებული მდგომარეობა ესეთ შეფასებას ვაძლევ რომ არსებული მდგომარეობა გავს რაღაცა დიდ პაკეტში გახვეულ ესე ვთქვათ ნეხვთქო და ციანიდით მოხდა ჩხვლეტა და სიმყრალე გამოვიდა გარეთ და მე თავაზობდი რომ გამოვიდა სიმყრალე მოდი ახლა ეს ნეხვი გავწმინდოთ დავიწყოთ ეტაპობრივად არა რევოლუციურად არამედ ევოლუციურად კი ბატონო ღმერთმა ხო იცის რომ ეს მიდგომა მქონდა და ამათ იმის მაგივრად რომ ესე ვთქვათ მართლა ამ სწორი ერთადერთი რაც იყო გამოსავალი რომ მხარში არა მე მათ ამოუდგებოდი მხარში არანაირი პრობლემა ამის არ მქონდა რომ მართლა დაგვეწყო ეტაპობრივად გაწმენდა მოინდომეს და მოახერხეს რომ ხელახალი უფრო სქელი ესე ვთქვათ პაკეტი გადააფარეს ამ ნეხვს და პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ რა თქმა უნდა არათუ ჩხვლეტა მოხდება დახლეჩვა მოხდება ამ ყველაფრისა ამ ნეხვის და წარმოიდგეთ ასე იგი ადვილი წარმოსადგენია თუ როგორი სიმყრალე ციანდის საქმისაგან განსხვავებით გამოვა ეხლა რაც შეეხება შემდგომ თანმიმდევრულად 2017-ის ამ საქმის შემდეგ 2017-ის შემოდგომაზე ნუ ოქტომბერში თუ არ ვცდები ჩამოდის მაშინდელი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა რუსეთის საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარე მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი მასთან საუბრის შემდეგ მალევე შედგა სინოდის ხდომა მაგრამ სინოდზე არ გვიმსჯელია ოქტომბრის თვეში აბსოლუტურად არანაირ მოსაყდრეობაზე და რა თქმა უნდა მას ქონდა ვალდებულება რომ შეეთანხმებინა ქრისტიანული კანონიკით რომ ყველაფერი კრებსითად უნდა წყდებოდეს კრებსითად ანუ ეს რაც ყველაზე დიდი დანაშაულია პატრიარქის დაუშვათ რომ ეს კრებსითობა ერთობა თვით მოციქულებიც კი იკრებ მაცხოვარიც კი მოციქულებს კრებდა და მათთან ერთად ათანხმებდა გარკვეულ საკითხებს თვით სახარებისეულადაც კი აბსოლუტური იგნორი და შემდეგ ერთ კვირაში თუ ორ კვირაში გიორგობის დღესასწაულზე კითხულობ კიდე ცალკე თემა იმ ეპისტოლესი და განცხადების არ იყოს რომ ესე იგი თითქოს პატრიარქმა თავისი ხელმოწერით ესე ვთქვათ და ნაბეჭდი არ იყო იმიტომ რომ პასუხისგებლობა საგან თავი დაიზღვია ესე ვთქვათ ქალბატონმა რომ თუ დაბეჭდილი იყო ესე იგი ვიღაცასმა ცოდოდა დაწერილი იყო ის ბრძანება დაწერილი იყო ხელით ბრძანება და წაიკითხა ესე ვთქვათ მან რო აი ბრძანება რომ ესე იგი მოსაყდრეთ საპატრიარქის მოსაყდრეთ ვასახით და ასე შემდეგ რა თქმა უნდა იყო მიუღებელი კანონიკურად შემდეგ 2017-ში შეიკრიბა სინოდის ხდომა 18-ში მაპატიეთ ამ მოვლენის შემდეგ და მან თქვა რომ ზოგიერთი თქვენთაგანიო თურმე ამბობს რომ იქო პატრიარქის მოსაყდრე გია რომ ტახტის მოსაყდრე უნდა იყოსო და რაღაც არ მოსწონთო ეს გადაწყვეტილება მე ვუთხარი სხვების არ ვიცი თქო და ერთ-ერთი მე ვარ თქო ვინც ამას ღიად აკრიტიკებს იმიტომ რომ ჩემსაც კი არ ვამბობ დებულებაში წერია დებულება არის ჩათვალეთ იგივე კონსტიტუცია ანუ საეკლესიო კონსტიტუციაში წერია მეთქი რომ არ უნდა იყოს ესე ვთქვათ პატრიარქს არ უნდა ყავდეს მოსაყდრე არამედ ტახტს და ტახტის მოსაყდრე ნიშნავს რომ ტახტი არის დაქვრევებული ანუ უნდა რომ პატრიარქი გადადგა სხვადასხვა მიზეზი და ასე შემდეგ და ამიტომ მე კიდე ერთმა მღვდელთავარმა იგივე თქვა და ესე ვთქვათ რაღაცა წამოიბუტბუტა და რაო ესე იგი გვერდით იჯდა შიო კიდე ერთი მღვდელთავარი მე და რა თქვაო კი გავიგეთ მაგრამ მან ესე ვთქვათ შიო მუჯირმა ხმამაღლა თქვა ესე იგი თითქოს რაღაცა გული დაწყდა ესე თქვაო მაცალე ცოტა ხანი და გადავდგებიო ანუ რისი თქვა მინდა 2018 წლის გაზაფხულზე ხდება რისი თქვა მინდა იცით რომ რა თქმა უნდა ის უნდა გადამდგარიყო 2017-დან დღემდე საერთოდ ესე ვთქვათ კაზუსია მიუღებელია ეს არც არის ან უნდა გადამდგარიყო ან უნდა ესე ვთქვათ გაეუქმებინა თავისი უკანონო გადაწყვეტილება იმიტომ რომ მოსაყდრეობა ნიშნავს ამ შემთხვევაში ღიად გასაჯაროებულ ანდერძის თანახმად უნდა იყოს პიროვნება რომელიც არის დამგზალავი ვთქვათ კომისიის თავმჯდომარე და არის ასევე CSKO-ს ანუ
ამ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, ანუ CSKO-ს ებრწოდან პატრიარქის არჩევას უნდა უხამძღვანელოს მას და არის ასევე ერთ-ერთი კანდიდატი. ერთ-ერთი, პირველი კანდიდატი. დაწინაურებული საუკეთესო იყო, რომ ის მას შეეძლოს შარშან წინ უკვე 2023 წლის შემოდგომაზე, როდესაც სიონოდი შეიკრიბა და რაღაც 15 წუთში ჩავარდა და მე 4 საათის შემდეგ თითქოს ისევ განახდა და რაღაც ესე ვთქვათ სამარცხვინო განჩინებები დაიდო. მე როგორც ვიცი, მაშინ იყო მცდელობა, მაშინ ამბობდნენ, რომ ესე იგი არავინ არ იცოდა და სავარაუდოდ ის აპირებდა, თუმცა ძალიან დაგვიანებულად, მაგრამ აპირებდა, ესე ვთქვათ, გადამდგარიყო და ყველა ესე ფიქრობდა უმეტესობა, მაგრამ რიგი ესე იგი მღვდელმთავრებისა ამბობდნენ წინასწარ, რომ პატრიარქი არის სიკვდილამდე, ანუ ვისაც აწყობდა, რომ პატრიარქი და აწყობდა, უკვე აწყობს, იმიტომ რომ უკვე ვერ შეძლებს, უკვე მას ვაბანკ აუცილებლად დაუპირისპირდებიან ის ადამიანები, რომელთაც ასევე გააჩნიათ ამის ამბიცია. უკვე აღარ ჩათვლიან მის, ესე ვთქვათ, ლოცვა კურთხევას არანაირ ავტორიტეტად. და მას შეეძლო, რომ სანამ ძალა ქონდა ფიზიკური ამის, ქონდა რომ გადამდგარიყო და ხელი შეეწყო, ესე ვთქვათ, თუ მისი რჩეულია ნამდვილად შიო და არა თავს მოხვეული რუსეთისაგან. და ის აღარ დაგვაუწეს ირალიონ ალფეევმა, რომელიც გაუწია, რომელიც იყო პროტეჟე, ესე ვთქვათ, გაზაფხულზე სოდომის ცოდვის ბრალდებით გადააყენეს და ეხლა შემოდგომაზე უკვე პენსიაზე გაუშვეს იგივე კომისიამ და გაანთავისუფლეს ყველა თანამდებობიდან. ის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ვთქვათ, გააგზავნეს, გაამწესეს უნგრეთისა და ბულგარეთის ეპარქიაში, იქ უკვე სკანდალი მოეწყო და ეს ადამიანი აი ამ სოდომის ცოდვის ბრალდებით არის გასამართლებული და იმის პეტრე პავლეს მონასტერში არის კარლოვი ვარში გამწესებული. მონასტერი თუ ტაძარში არის გამწესებული. ეს ცალკე თემაა, რომ პროტეჟი ადამიანი, რომელმაც შიოს უშონდგომლა და რომელმაც ეს რეკომენდაცია მოსკოვიდან ჩამოიტანა, ეს ბედი ეწევა. ძალიან პრეცედენტულია ასევე ეს ფაქტიც. აქედან გამომდინარე, უკვე დაგვიანებულია, უკვე ჩვენ რასაც ხედავთ, აი ამ მდგომარეობით, ამ ჯანმრთელობით, ის ამას ვერ შეძლებს, ანუ უკვე ეს დაგვიანდა. დანარჩენ ვისაც ეს აწყობს, რომ აი სიკვდილამდეა პატრიარქი, მხოლოდ იმიტომ, რომ სიცოცხლეში პატრიარქის წინააღმდეგ ისინი როცა ამბობენ, რომ ჩვენთვის ცოცხალი წმინდანია და ასე შემდეგ, ფარისევლობენ, ესე ვთქვათ, ამას ვერ გააკეთებდნენ და ამიტომ შიოს გარდა არავის არ აწყობდა და იმათმა თავისი, ანუ შიო დამარცხდა 2023 წლის შემოდგომის სინოდზე. დამარცხდა, უკვე ეს შანსი მან ხელიდან გაუშვა. ეხლა უკვე რომ შეიკრჯა ერთი მთელი წელი. სინოდის ხდომა არ ჩატარებულა 2024 წელი. ეს იცით როგორია, აი სინოდს აქვს მითვისებული საეკლესიო სასამართლოს ფუნქციაც. აი ამბროსი ხელაია და კირიონის დებულებაა გაუქმებული, მათ საეკლესიო სასამართლო მათთან ახლად უნდა ყოფილიყო აუცილებლად შეუძლებელია საქართველოს გარდა არ არსებობს ეკლესია, რომ ფორმალურად მაინც არ კონდეთ საეკლესიო სასამართლო. და ისეთია, რომ პარლამენტმა, რომელსაც კონდეს სასამართლოს, სამივე ინსტანციის სასამართლოს ფუნქცია მითვისებული და მთელი 24 წლის განმავლობაში, რომ სხდომა არ ჩატარებულიყო საერთოდ. აი ასეთ მდგომარეობაში ვართ ჩვენ. და ეხლა ვიხილავთ რაღაც ეპიზოდს. თან ეს არის დებულების უხეში დარღვევა, ეს არის რჯულის კანონის უხეში დარღვევა, რომლის თანახმადაც ავალდებულებს ეკლესიის მართლ ძალას ორგანოს, ესე იგი რჯულის კანონი და მართვა-გამგებლობის დებულება პატრიარქს, რომ ესე იგი მინიმუმ წელიწადში ორჯერ მოიწვიოს სინოდის ხდომა და განიხილოს არსებული საკითხები და მთელი წლის განმავლობაში მარტო ეს პრეცედენტიც, ეს ფაქტი სამარცხვინოც კი საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენ უნდობლობა გამოუცხადოთ და ვაღიაროთ, რომ პატრიარქი არის უნარო და ის ვერ მართავს ეკლესია, იმიტომ რომ მან სინოდის ხდომა ვერ მოიწვია. 2019 წელს ასევე დაგვიანდა, მთელი 1 წელი არ იყო ჩატარებული და მე ერთხელ ეთერში ეს პრეტენზია გამოვთქვი და საბერძნეთის ეკლესიის მაგალითი მოვიყვანე, რომ იმათი დებულების თანახმად თუ პატრიარქი არ იწვევს, მაშინ 12 მღვდელმთავარს შეუძლია, რომ ესე ვთქვათ, პეტიცია შეაგროვონ და მიმართონ პატრიარქს, რომ დაავალდებულონ სინოდის ჩატარებაზე, იმიტომ რომ არის დაგროვილი საკითხები. და აი ეს პრეცედენტი იქნება კი საკითხი დავსვათ და მართლა ვაპირებდი, მაგრამ უკვე მომავალი წლის იმ წლის უკვე 19 ესე ვთქვათ 31 ოქტომბერს მოხდა ის რაც მოხდა, რომ ესე იგი გამანთავისუფლეს უკანონო და უსამართლოს საერთოდ სინოდიდან და სინოდის წევრობიდან და ნუ ეპარქიიდანაც ასევე გამომაძევეს უსამართლოდ. აი ეს მდგომარეობა გვაქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა აღარ შევალ განხილვაში თუ ვინ არის, ვისი ფავორიტია და ვისაა ამბიცია, რა თქმა უნდა ძალიან ძიმედ
ჩატარდება ეს ყველაფერი, ძალიან არ იქნება მარტივად და არ არის შემთხვევითი, რომ პარალელურად ამას ერის გამოხვიძება ახალგაზრდების რაღაცა საოცარი გაცოცხლება, როდესაც შეკითხვას ეთერებში მისვამდნენ ხოლმე რა, იგივე საერო თუ საეკლესიო პრობლემებზე საუბრობდი და ჟურნალისტი მკითხავდა, მეუფე რა არის გამოსავალი? ერთადერთ გამოსავალს ხედავდი, რომ ერმა უნდა გამოიღვიძოს. აი ეს გამოგვიძების პროცესი მადლობა ღმერთს დაწყებულია და მიმაჩნია, რომ ჩვენ არ უნდა დავთმოთ, რომ რუსეთს პატრიარქი არ უნდა დანიშნვაზეა საუბარი. იმის ხუმრობდა ერთ-ერთი მიტროპოლიტი, როდესაც კირილი დანიშნეს, რომ მივდივართო სინოდის ხდომაზე, რათა დანიშნული უკვე ეფესბეს მიერ დანიშნული პატრიარქი ავერჩიოთო. აი ესე არ უნდა მოხდეს. პატრიარქი უნდა იყოს არჩეული ქრისტიანული, ესე ვთქვათ, წესების თანახმად. და აქვე კითხვა, მეუფეო, მე გულახდილად გეტყვით, რომ როცა ვკითხულობდი და გამესცანი ზოგიერთი მღვდელმთავრის საშობაო ეპისტოლეს დავასახელებ კიდეც ერთ-ერთ მათგანს სულ მინიმუმ, მე მომეწონა მისი ძალიან მკვეთრი განცხადებები, გულისხმობ. მეუფე გრიგოლს გულისხმობ. მეუფე გრიგოლს. ძალიან მომეწონა, გულახდილად გეტყვით. ხომა და სხვებისაც ნახე ციტატები, არ ნახე მთლიანად ეპისტოლეები. ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ უშუალოდ ეკლესიის ძიახში, საპატრიარქოში, თლად უიმედოდ არ ვართ ახლა ჩვენ. და იკვეთება ჯგუფი, აღარ დავასახელებ თქვენის ნებართვით, რომელიც რუსეთის პატრიარქს და საერთოდ ეკლესიას ასე იოლად არ გაატანს და პრორუსს ესე ვიტყვი მღვდელმსახურებს, რომლებიც უხვად ან ძალიან ბევრი არიან და არა მარტო იმიტომ, რომ ღია ტექსტები აქვთ რუსული და ამბობენ ან გადაგებენ საქართველოსა და რუსეთის დაახლოების აუცილებლობის თაობაზე, რაც რასაკვირველია ბოდვა, ხო, რასაკვირველია სიგიჟია. არამედ იმიტომაც, რომ შეიძლება ამას სულაც არ ამბობდნენ, მაგრამ არიან ქსენოფობები და ჰომოფობები, ადამიანთმოძულეები, ხშირად. ხო, რომლებიც მხილებულნი არიან როგორც საერო, ისე საეკლესიო სამართლით, არა მართლზომიერ და უკანონო ქმედებაში. მხილებულნი პირდაპირ მნიშვნელობით ვამბობ. ხო, უამრავ ცოდვაში, ესე ვიტყვი. მაგრამ ისინი ინარჩუნებენ საკუთარ პოზიციებს. მაგრამ მეორეს მხრივ ხომ არ იკვეთება ჯგუფი, ან ხომ არ გვაქვს რესურსი, რომ ასე იოლად რუსეთს არ დაუთმოთ, უკვე შემდგომ პერიოდში ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია. ბატონო ირაკლი, გულწრფელად გაგცემ პასუხს. ამის ერთადერთი, ასე ვთქვათ, ნუგეში არის აი რუსთაველის გამზირზე ყოფი, აი ეს პატრიოტი, ახალგაზრდობა და საზოგადოება, რომელთაც იციან, რომ ეკლესია არის ერის სული, როგორც აი ადამიანი შედგება სულისა და სხეულისაგან, ასევე ერი შედგება სულისა და სხეულისაგან. და ის რაც ჩვენ პოლიტიკური მოთხოვნები გაქვს, ეს რა თქმა უნდა არის ხორცის კურნალი და ეს აუცილებელია. ის თქვა იგივე მოთხოვნები, რომ პოლიტიკური პატიმრები არ უნდა გყავდეს დაუშვათ და ის რომ თავისუფალი არჩევნების უფლება არ უნდა იყოს წართმეული და ის რომ მართლა ესე ვთქვათ გუბერნია და არ უნდა გადავიქცეთ აი ამ ცრუ ქრისტიანული ეგრეთ წოდებული ერთმორწმუნე ესე ვთქვათ რაშისტული რუსეთის მიმართ და ასე შემდეგ არ უნდა დავთმოთ სასიცოცხლო მნიშვნელოვანია მართლაც სიცოცხლის პასად არ უნდა დავთმოთ მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ თუ ჩვენი სული ასევე არ ვიბრძოლეთ სულისთვის მოგეხსენებათ აი ადამიანურად ხორცის კურნალობა ბევრად იოლია იქ რაღაც სამედიცინო 21 საუკუნეში ჩავრევთ ესე ვთქვათ მედიცინას და ნებისმიერ ქირურგიული ოპერაციასაც მაგრამ სულის კურნალობა ბევრად უფრო რთულია თითქოს მარტივია ლოცვა და მარხვა ჭირდება მაგრამ სწორი ასკეტიკა დაუშვათ ლოცვა სწორად მარხვა სწორად არა ფარისევლობით არა მოჩვენებითა და ასე შემდეგ ეს ბევრად უფრო რთული პროცესია ასე რომ რა თქმა უნდა არ უნდა დავთმოთ კიდევ ერთხელ ვამბობ გარდა იმ ჯგუფისა რაღაც პროგრესულად საღად მოაზროვნე ესე იგი ადამიანებისა რა თქმა უნდა ქების ღირსია მეუფე გრიგოლის თქვათ ეს განცხადება რომელსაც ასევე განსაკუთრებული ყურადღება აი ამ ეპისტოლის ამ ფონზე აი ამ არსებული რეალობის პოლიტიკური კრიზისის ფონზე თორე 2017-დან მე რაც მახსოვს 2000-რაც უფრო ეკლესიის პრობლემებმა გარეთ გამოჟონა და ღია თქვა საჯარო დისკუსიის საგანი გახდა მას შემდეგ მეუფე გრიგოლი გამოირჩევა ყოველ ეპისტოლეში რო ჩვენ გადავხედოთ ყოველი წლის საშობაო სააღდგომო გამოირჩევა თავისი ესე ვთქვათ პირდაპირობით და მაღალი აკადემიური ესე ვთქვათ სახელმწიფო ხედვით
ეს ძალიან მნიშვნელოვანია სხვებისაგან განსხვავებით, იმ ფშუტურისაგან განსხვავებით, რასაც ადგილი აქვს, ესე იგი, ამა თუ იმ მხრივ ეპისკოპოსების მხრიდან და რაღაცა თქვა ერეტიკული ასევე სარწმუნოებრივად მიუღებელი, ესე ვთქვათ, მოწოდებები და ქადაგებები, მაგრამ რაშია საქმე? ადამიანი, რომელიც ესე ვთქვათ, ამ ერთობის თითქოს იქ მოწოდებას იყო გარანტი უნდა იყოს და შეჯერებული, სწორედ ამიტომ თქვი სინოდის ხდომა, რომ შეჯერებული ერთსულოვანი უნდა იყოს. თვითონ ამბობდა, რომ ერთსულოვნება საპატრიარქოს ტელევიზიასაც ამიტომ დავარქვი ერთსულოვნება, რომ ერთსულოვნება გადაგვარჩენს. ეკლესია უნდა იძლეოდეს ერთსულოვნების მაგალითს და ყველაფერი კეთდება, რომ მან ფაქტიურად მისი მიდგომა, რომ აი მე პირადად თავისუფლებას მისცემ, თქვა, რომ ესე იქცევა, როგორც იქცევა, ხო? ეს იმას ნიშნავს, პატრიარქს გულისხმობ ეგ ეწოდებულს, ქვაზე არ დარჩენილიყო ჩემი სიკვდილის შემდეგ. აი ესე იქცევა. არაფერს არ აკეთებს იმისათვის, რომ მისი არ ყოფნის შემდეგ იქნეს მშვიდობა შენარჩუნებული. ეხლა გეტყვი ძალიან მტკივნეულსაც უნდა ამის გამო უბრალოდ ამ შიშის არსებობის მინდა ეს პრეცედენტი დაუშარო, ჩვენ ამაზეც ვიფიქროთ და მაგალითებს მოვიყვან. ერთხელ ამას წინათ რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთი მაღალჩინოსანი პროკურატურის თქვა წარმომადგენელი უკვე პენსიაზე გასული შემხვდა და იცით რა მითხრა ფაქტი მომიყვანა რომ ესე ვთქვათ ბასილ კალავიშვილი მღვდელი ხა შეიძლება ის დაჯგუფებაც რაღაცა განაწყენდეს მაგრამ ნუ დიდება უფალს ჩვენ პირდაპირობა გმართებს მეო გავასამართლე და იმის საქმე კარგად შევისწავლეო და აღმოჩნდაო რომ კონიაკის ქარხანაში მუშაობდა იქ რაღაცა დანაშაული მოხდა რაღაცა ესე ვთქვათ დააკავეს და შემდეგ ესე საბჭოთა კაკებემ მოახდინა მისი თქვათ გადმობირება და შემდეგ როცა ეკლესიაში ასევე განამწესეს მის მიმართო იყო მოთხოვნა რომ მას განხეთქილება შემოეტანა ეკლესიაში. ნუ ეხა ეპისკოპოსის ხარისხი არ იყო, მღვდელი იყო და მოახდინა ის რაღაც იკლდანის რაღაცა. თან ძალიან მნიშვნელოვანია რომ მისი შვილი ახლა ჩემს გარემოცვას და ახლობლებს ეს კი ხელის ჩამორთმევაც კი დანაშაულად ითვლება საპატრიარქოზე ეშინათა და მისი შვილი საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ არის და მღვდელი არის საბურთალოს ერთ-ერთ ეკლესიაში. წარმოგიდგენიათ ესეც ხო ცალკე თემა. და მაშინ იცით რა გამახსენდა რომ ახალი ნაკურთხი ეპისკოპოსი ვარ 2002 წელია და უცხოეთში ესე იგი იტალიაში წმინდა ნიკოლოზის საფლავის მოსალოცად მივდიოდით მე და ერთ-ერთი ხელისუფლების მაღალჩინოსანი ანუ შევარდნაძის ეპოქა ჯერ კიდე 2002 წელი და მაშინდელი მინისტრი შინაგან საქმეთა ბატონი რა ვიცი არ მიწყეს დავასახელო კობა ნარჩემაშვილი შემთხვევით სამთავრობო აეროპორტიდან გავყავდი და შემოვიდა და რაღაც გადავიკვეთეთ სულ გააცნო აი ყაზბეგის მეუფეაო რაღაცა ჩვენი ახალგაზრდა და ასე შემდეგ იცით რა მითხრა რომ მეუფეო აღარ დაუსახელებია მაგრამ მაშინ 2002 წელს ახლა ვინ იქნებოდა მოსკოვის უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიდანო დავალება მოდისო კატეგორიული მოთხოვნაა რომ საქართველოს ეკლესიაში განხეთქილება შემოვიტანოთ პარალელები შემიძლია ვიფიქროთ ასევე საერო თვალსას პარალელს გავავლებდი თვითონ აქ ნათქვამი შიოლაშვილს ჩემთვის და მეუფეებისთვის რომ აიო შევარდნაძე მითხრაო როდესაც დასავლეთ საქართველოში თქვათ არ იყო კონტროლირებადი და ეროვნული ძალები იყვნენ შეიარაღებული და ასე შემდეგ და თხოვეო ელცინს რომ დამხმარებოდა რომ გამენთავისუფლებინა დაუშვათ და ესე ძალიან მნიშვნელოვანია იქ ბელორუსიაში რუსეთის სპეცსამსახურების დახმარების გარეშე 2020 წელს ვერ მოახერხო ლუკაშენკომ ხო ერთმა დამიფაროს მაგრამ თხილად უნდა ვიყოთ ნუ გამგები გაიგებს და ელცინმა მითხრაო პუსტბუდით იყოსო დასავლეთ საქართველოში გამსახურდია და წარმოიდგინე რამდენად მიუღებელი იყო კრემლისთვის გამსახურდიას არსებობა და პიროვნება იყოსო დასავლეთ საქართველოში გამსახურდიაო და აღმოსავლეთში ყავი შენო და შემდეგ ბალტინის არმიას უკრაინას თხოვე და ასე შემდეგ მიმიხვდით ხო ისი თქმაც მინდა ასე რომ მოსკოვის გათიშე და იბატონის პრინციპი ეს იმპერიული რომელმაც როგორც დაგვიყრო ეტაპობრივად ჯერ თბილისი და შემდეგ რეგიონები ორ გუბერნიად გაყო. ასე რომ ეს თავის უნარჩვევებით თან მოსკოვური და კაკებეშნიკური უნარჩვევებით თავისი ასევე გარემოცვის და ქალბატონის დამსახურებით. რა თქმა უნდა რომ მან ისეთი შექმნა, ისეთი კატეგორია სინოდში ვინც არა და ყოველას ესე როგორც ერთმა მღვდელმთავარმა ყოველას ვინც შეეხო თავი მოკვეთესო. და ნუ მე მგულისხმობდა რა თქმა უნდა მე ვთხარი მომკვეთონ მე თავი და მირჩევნია თავმოკვეთილი ნათლისმცემელსაც მოკვეთეს თავი წმინდა გიორგის აწამეს ბორბალზე ქეთევან წამება აღარ ჩამოვთვლი მაგრამ მე სიმართლისათვის შევეწირები ამ ბრძოლას თქო და მე არ მეშინია თავის მოკვეთის მაშინ ქრისტიანობა სადღა ან ჯვარცმასა და ან გოლგოთასა და ან აღდგომა ხო მაშინ უარყოთ გამოდის ყველაფერს და ესე იგი იმის თქმა მინდა რომ რუსეთი ამაზე წამსვლელია
აი ამაზე წამსვლელია და პატრიარქის გარდა ის რომ ერთობა ესე ყალბად საკუთარი ძალაუფლების გაძლიერების ხარჯზე რომ იმდენად სუსტი მღვდელმთავრები ერთხელ ვამბობდი რომ საპირწონედ მთელი სინოდი რო დადგეს ვერ გადაწყვიტა და დიდი იყო მისი ავტორიტეტი ამას ყველაფერს თქო რომ ამბობთ რომ მისი დამსახურება ეს მისი დამსახურება არ არის რუსეთის სპეცსამსახურების დამსახურება რომელმაც ეს დათესილი ნაყოფი 2012 წელს მოიმკო და ეს მეხუთე კოლონა ბოლომდე ამუშავა და დღემდე ამუშავებს 2012 წლამდესაც ფაქტიურად 2008 წლის ომის შემდეგ პატრიარქი იყო ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი და საპატრიარქო იყო დასაყრდენი ესე იგი რუსეთის ხელისუფლებისთვის რომლებიც ამბობდნენ რომ ჩვენთვის ეს ხელისუფლება ნაციონალური მოძრაობა პრობლემა თორე არც აფხაზეთის არც ხინვალის ტერიტორიული მთლიანობას აღდგება და რუსეთი დაგვანებებს თავს და ამას როგორც ვიცი შიდა წრეშიც კი ამბობდნენ ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაშიო ოცნება ძალიან მალე 6 თვეში თურმე ესე იგი რუსეთი დაგვიბრუნებდა აფხაზეთს და ასე შემდეგ მაგრამ აი 12 წელია ვხედავ ჩვენ ბორდერიზაციის პროცესი არ შეჩერდა და ნუ აღარ ჩამოვთვლი უკვე დარჩენილი 80%-ის ოკუპაციაზეა საუბარი და დღეს როდესაც მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ვთქვა რომ იმ ახალგაზრდები რომლებიც იბრძვიან იქ რუსთაველზე და საზოგადოება მთლიანად იმ 80%-ის დეოკუპაციისათვის ბრძოლაც არის ეს ყველაფერი და ასევე არის ბრძოლა სოხუმისა და ცხინვალისათვის რომელიც ღმერთმა ქნას რომ შვიდობიანად უფალმა ინებოს შვიდობიანად ესე იგი გავიდეთ ფონზე და გამარჯვებით დასრულდეს მაგრამ რა თქმა უნდა არ უნდა გამოვრიცხოთ რომ ყველაფერზე წამსვლელია რეჟიმი ადგილობრივი და ყველაფერზე წამსვლელია დაუშვათ სანამ შეუძლია სანამ რესურსი გააჩნია ჯერ კიდე და უკრაინაში ბრძოლის რესურსი გააჩნია ყველაფერზე წამსვლელია დამყრობელი რომელსაც ესე ვთქვათ ნეოსაბჭოთა მოდელის აღდგენა უნდა და ეს პატრიარქა წოდებული ეს სწორედ საბჭოთა პიროვნება იქ დაბადებული გაზრდილი და ასე შემდეგ ანუ სწორად ვერანაირად ვერ შეიცვლებოდა მე ესე ვთქვათ ხელახლა როგორც სახარებაში წერია კი გახდა პავლე სავლე მაგრამ პავლე ცრუ მიმდევარი ქრისტესი არასდროს არ ყოფილა ის იყო წარმართი ერთგული თავდადებული და მერე გახდა როცა ხილვა ნახა მაცხოვარი მას ეს ერთ-ერთი დარბევის ეკენ მიმავალს ეჩვენა და თვალში დაუბრუნდა ისევე როგორც მირიან მეფეს მაგრამ შემდეგ უკვე ცვლილება როცა ადამიანი რაღაც ადაპტირებულია ამ ცრუ ქრისტიანობაზე შემდეგ მისი შეცვლის რა ვიცი ძალიან რა თქმა უნდა ღვთისთვის არაფერია შეუძლებელი მაგრამ ეს შანსი მან უკვე ხელიდან გაუშვა ეს მას ჯერ კიდე შეეძლო ჯანმრთელობა სანამ ისემდა საშუალებას 1 წლის წინ 2 წლის წინ გაეკეთებინა მე უფრო რო არ მოგედავარ მოდის ვიხდი ხადია გიბოთი შემდგე რა უკვე მაგრამ დავა და კამათიც ჯანსაღი მოგეჯელობა ჩემხევი თქვით პავლე სავლე გახდა არა სავლე გახდა პავლე უბრალოდ რო არ მოგედავარ ეს მოდის ვიხდი მსმენელთან დიახ სავლე გახდა მადლობელი პროპაგანდისტების მადლობელი მეტი რა არის ხო პავლე გახდა პავლე დიახ კეთილი ძალიან დიდი მადლობა მე უფეო მე ვარაუდობდი რომ ეს ჩვენი საუბარი გამოგვივიდა 30-35 წუთი მაგრამ აგე უკვე 1 საათს უახლოვდება მე ძალიან მახარებს ბევრი რამ მაგრამ მახარებს თქვენი ძალიან მკვეთრი პოზიციები იმიტომ რომ თქვენ აღარ ახართ ახალგაზრდა კაცი და ახალგაზრდული ასაკით არ მოგდით ეს ხო თქვენ რომ იყოთ 25 27 18 25 წლის ახალგაზრდა ხო თუნდაც არ იყოთ ერში და იყოთ ბერში, ხო, შესაძლოა იყოთ უფრო მკვეთრი. ყოფილიყავით და გამართლებული კი ახსნადი იქნებოდა, მაგრამ ამას აქში თქვენ უკვე 50-ს გადაცილებული კაცი ხართ. ხო, ამგვარი სწორი გზავნილების პირდაპირგეუნებით ამას, ყოველგვარი პირფერობის გარეშე. ღია გზავნილების ვერ მედავს ჩვენი ასაკის და ახლა თქვენი ასაკის და ჩვენი ასაკის ბევრი მოქალაქეც კი და როცა არ უშინდები, გამოწვევებს არ უშინდები, ძლიერებს ამას სოფლის არ უშინდები, ხო? ეს შენს პიროვნებას კიდე უფრო მეტად მატებს წონასაც, ავტორიტეტსაც და რასთავარია ღვთის წინაშე სიმართლეს ჩემი ხმაწმენი. ძალიან დიდი მადლობა, ჯანმრთელობა მინდა გისურვოთ და თუ რამის დამატება გსურთ, ბრძანებთ. ერთადერთს ვიტყოდი, რომ ნამდვილად პატივით არ მევიღო და არ დავიჯერო ეს თქვენი თქვათ პოზიცია და თება ვიტყოდი რომ ეს ჩემი ქრისტიანული ვალდებულებაა მე ქრისტიანი ვარ და ქრისტიანი ესეთი უნდა იყოს სხვა არანაირად ესე ვთქვათ არ მივაწერ ღმერთს მადლობა თუ ამის ძალას მაძლევს მაგრამ კიდე გეუბნებით გარდა ეკლესიური გამოცდილებისა წმინდა მამათა გამოცდილებისა ეკლესიის მამებისა ასევე ამ უახლოესმა ვთქვათ წლებმა მიმიყვანა ამ დასკვნამდე რომ
თუ გიყვარს ეს სამშობლო და თუ ხარ ქრისტიანი, ერთადერთი გამოსავალი მხოლოდ არის მოციქულებრივი პირდაპირობა, სამართლიანობა და სიმტკიცე. თან მაშინ, როდესაც თვითონ აქ ნათქვამი, ესე იგი სვეტი ცხოველი, მთავარი ტაძარი, მთავარი საკათედრო ტაძარი საქართველოს, როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება კათოლიკოს პატრიარქმა მელქისედეკმა, რა თქმა უნდა და ასევე იმ ეპოქის გამორჩეულმა ადამიანებმა საერო და საეკლესიო ხელისუფლების, რომ ყოფილიყო 12 მოციქულის სახელზე, ეს იმას ნიშნავსო, რომ ჩვენ გვაქვს თან 5 მოციქულს აქვს ნაკადაგები და მათ შორის ესე ვთქვათ 2 საქართველოსია დაკრძალული. ესე იგი მოციქულებრივი ღვაწლი მოქცა, მისია მოქცა უფალმა მოციქულებრივი. და ეს მოციქულებრივი მისია გვავალდებულებს, რომ ვიყოთ პირდაპირნი, სამართლიანი და მტკიცენი და არავითარ შემთხვევაში, ვთქვათ, დიპლომატია ის შხამი არ შემოვიტანოთ ქრისტიანულ, ესე ვთქვათ, მოღვაწეობაში. ურმესი მადლობა, ჯანმრთელობას გისურვებთ, ბედნიერებას გისურვებთ და გამარჯვებას გისურვებთ. პლატფორმას გილოცავ და წარმატებას უსურვებთ, მადლობელი ვარო ესე ამ პლატფორმით გააგრძელეთ ბრძოლა. რაც ძალიან წარმატებას ჯანმრთელობას გისურვებთ, მადლობა. ეს იყო მეუფე პეტრე წავა, ჩვენი დღევანდელი სტუმარი. მე კიდევ მქონდა მასთან რამდენიმე კითხვა, მაგრამ მართლა საათზე მეტია უგრძელდება ჩვენი ძალიან საინტერესო გადაცემა და ამ საათის განმავლობაში, 1 საათის განმავლობაში დაახლოებით 55 წუთიანი ინტერვიუ გამოგვივიდა მასთან. მე გულახდილად გეტყვით, რომ ვართ ფრიად გვაყოფილი ამ გვარ კარგ ინტერვიუს კი ყველა ჟურნალისტი ელის აქვს ბოლოდინი ყველას, მათ შორის მეც როგორი იქნება ეს ინტერვიუ, გამოვა თუ არ გამოვა, რო გავამართლო, მაგრამ ამგვარად კარგ ინტერვიუს მე არ ველოდი, იმიტომ არა რომ მეუფე პეტრე არ არის მკვეთრი, ის ყოველთვის იყო, არის და იქნება კიდეც, მაგრამ ესე აეწყო ჩვენი საუბარი და მას კიდევ უფრო სხვა მასშტაბის, ესე ვიტყვი, სხვა ხარისხის მასშტაბის, სხვა კონცეფციის გზავნილები ჰქონდა, რასაც ისთვისაც მე მას მადლობას ვუხდი, ვარაუდობ, რომ ეს ინტერვიუ, ეს გადაცემა თქვენ დაგაინტერესებთ, წარმატებას გისურვებთ, ნაყოფის.